It was May 9th, 1950. Just 5 years after the end of one of the biggest 1950 წლის 9 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სისხლის ღურის. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობენ შუმანმა ოფიციალური დეკლარაციის სახით წარადგინა შუმანის გეგმა. პროექტი საფრანგეთის და დასავლეთ გერმანიის ფოლადისა და ქვანახშირის წარმოების საერთო უფლებამოსილების ქვეშ მოქცევას გულისხმობდა. Belgium, Luxembourg and the Netherlands. ეს მოგვიანებით იტალიაზე, ბელგიაზე, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებზეც გავრცელდა და ქვანახშირისა და ფოლადის ევროპულ გაერთიანებად იქცა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შუმანის დეკლარაციამ იმპულსი მისცა ევროკავშირის იდეის დაბადებას. მაშინ ევროპა ომისა და რკინის ფარდის ნგრევის შემდეგ ხელახლა ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. დამარცხებული და გახლეჩილი გერმანია სუვერენიტეტის აღდგენას ლამობდა. ნატოს სულ ცოტა ხნის წინ აღენიშნა პირველი იუბილე და ევროპული ძალების კოლონიური იმპერიები დაშლის გზაზე იყო. მსოფლიოს ახალი იმპერიები მართავდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი. შუმანის დეკლარაცია ეფუძნებოდა იდეას, რომ ევროპის აღორძინების ეპოქა მხოლოდ იმ ძველი მეტოქეობის დაძლევით თუ დადგებოდა, რომელმაც ეს ქვეყნები კატასტროფამდე მიიყვანა. ის ეფუძნებოდა ინოვაციური პოლიტიკური ერთეულის შექმნის იდეას, რომლის წევრებიც მზად იყვნენ ნელა და თანმიმდევრულად საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი, ზე ეროვნულ ერთიან სუვერენიტეტად შეერწყათ. ეს ევროკავშირის ერთადერთი უკვე 75 წლის დამფუძნებელი იდეაა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ის მოძველდა, მაგრამ 75 წელი ისტორიის წინაშე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ეს დეკლარაცია რეალპოლიტიკისა და იდეალიზმის ნაზავია. რეალპოლიტიკის მიდგომა ისეთი ევროპული ერთეულის შექმნას გულისხმობდა, რომელიც შეძლებდა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების პასუხისმგებლიანად განაწილებას, მარშალის გეგმის განხორციელებას და სტალინის საბჭოთა კავშირისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევას. იდეალისტური მიდგომა კი ცივი ომის შედეგად გახლეჩილი ევროპის გაერთიანებას ისახავდა მიზნად. ამის შესაძლებლობა შუმანის დეკლარაციის წარდგენიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩნდა. გამოწვევა იყო ევროკავშირის კარის გახსნა ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და ახლად დამოუკიდებელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, კერძოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, მოგვიანებით კი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. პროცესს აფერხებდა რუსეთის სურვილი, არ გაეშვა ეს სამი ქვეყანა მისი გავლენის სფეროდან, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების ყოყმანი არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მიიტაცა მისი ტერიტორიები. 2014 და 2022 წლებში იგი შეიჭრა უკრაინაში. სამივე ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს 2023 წლის ბოლოს. თუმცა კანონის უზენაესობისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის უთანხმოების გამო ევროკავშირში გაწევრების პროცესი 2024 წელს ახალი მსოფლიოს წესრიგის მოლოდინში შეჩერდა. The accession process was put on hold in 2024, waiting for a new world order.